დღეს ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩემი მეხუთე კრებულის აღმართიდან აღმართამდე წარდგენა და პარალელურად ჩემი 65 წლის იუბილე. მინდა ამ წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისთვის უმადლობა გადაუხადო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. აგრეთვე მის უშუალოდ გამოცემაში მხარდამჭერს ვასილ პაპიაშვილს. დღევანდელი დღე ვფიქრობ გამორჩეული არის ქართველი მწერლებისთვის, გამორჩეულია ბატონი ზურაბისთვისაც, იმიტომ რომ მონატრებული შეხვედრაა. ჩვენ უკვე კარგახანია არ ვინახავს ბატონი ზურაბი, ალბათ წელიწადზე მეტია ველოდებოდით მის ბრწყინვალე კრებულს და თავად ბატონ ზურაბს ველოდებოდით. მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ დღევანდელი დღე, რომ დღეს ბატონმა ზურამ მიიღო ძალიან ყველა ქართველისათვის საყვარელი პრემია, ეს არის რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემია და ჩვენ ამით გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა სიტყვის ჭეშმარიტი მსახურისადმი. თუ კი რამ უხდება ბატონი ზურაბის შემოქმედებას, ალბათ სწორედ ისეთი გემოვნებიანი და დიდი წერლის სახელი, როგორიც არის ბატონი რევაზ ინანიშვილი. თითქოს რაღაცით გვანან კიდევაც, იმიტომ რომ ბატონ რეზოსაც და ბატონ ზურაბსაც ორივეს გულის გულზე საქართველოს უსვენია და მისი საოცრად ერთგული არის. მე ადრეს მithქვამს და ვიმეორებ, როცა ვაჟა-ფშაველა კითხულობდა, მითხარ ვინ არის კარგი ყმაო და შემდეგ წერდა როგორ უნდა იყოს კარგი ყმა, ალბათ ბატონ ზურაბსნაირი პიროვნება ყავდა თვალწინ. მე ამაყება, რომ ჩვენს დიდ ოჯახს, წელათა კავშირს ასეთი ღირსეული მამულიშვილი ჰყავს. დღეს უნივერსიტეტის მუზეუმი და დიასპორის კვლევის სამეცნიერო ცენტრი მასპინძლობთ ძვირფას სტუმარს, ისტორიული ჰერეთიდან შესანიშნავ პოეტსა და ძალიან საინტერესო ნოველების ავტორს ბატონ ზურაბ პაპიაშვილს. მოსული არის სტუდენტობა, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუმრები, ხელოვანები და უდიდესი სიხარულითა და პატივისცემით მიულოცავთ წიგნის გამოცემასაც და იუბილესაც ბატონ ზურაბს. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას.